ალბატონებო და ბატონებო, გოგა ხაინდრავა, დუტა სხირტლაძე და კიდევ ბევრი ხურობა შალვარამიშვილის შოუში, შალვარამიშვილის შოუ. მოგესალმებით. თბილისის საზე დაფრინავს ფრანგული 5 ავიაგამანადგურებელი. 300 ბავშვი მუშკეტერი დააწრწის ქუჩებში. 20,000 წყვილი დაკავებულია ფრანგული კოცნით. ასეთი იქნებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრა ავლაბარში, რომ სააკაშვილი იჯდეს. შალვარამიშვილის შოუ დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ქართველებმა შეიყვანეს ერთ-ერთ კაფეში და აყურებინეს ნამცხვარს. ეს ყველაფერი არის ძალიან ვერაგული ჩანაფიქრი. იმიტომ რომ როდესაც ძალიან დაძაბული დღის შემდეგ ფრანსუა ოლანდმა მოაწყო ყველაზე მთავარი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, მან ასეთი რამ თქვა: მეგობრებო, მაფსაც მოგცემთ. ნატოში შეგიყვანთ, ევროკავშირში, რუსებს მისტრალს აღარ მივყიდი, ოღონდ რამე მაჭამეთ. მოვკვდი კაცი მშიერიო. სამაგერო ძალიან გემრიელად ისადილეს საქართველოს პრეზიდენტმა და ჩვენმა პრემიერმა. სადღეგრძელოების ითქვა ამ სუფრაზე. გვესვას გვეჭამოს, ერთმანეთი არ დაგვეჭამოს, ხო? კარგი სადღეგრძელოა. გაჭირვებულებით შესვეს მოსიარულე გაჭირვებულის მიხეილ სააკაშვილის, მჯდომიარე გაჭირვებულის ვანო მერაბიშვილის და მწოლიარე გაჭირვებულის საქართველოს ეკონომიკის. აქვე გაირკვა თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებაზე. ძალიან მარტივად, ვინც მეტ ხინკალს შეჭამდა, ის მოაწერდა. აგრად მიკვირს ამ პატარა კაცში ამდენი ხინკალი როგორ ეტევა. ბოლოს ანგარიში მოითხოვეს, მერე დაიწყო ეს ქართული არამე გადავიხდიო, მაგრამ მოვიდა ოფიციანტი და უთხრა: ბიჭებო, თქვენი გადახდილია ერთმა კაცმა გადაიხადა. ახლა მინდა მოსმენებთან დაკავშირებით თქვა, აზანზარებს ეს თემა საქართველოს ერთი კვირაა. ნაციონალებმა თქვეს, რომ მთავრობის წევრები ერთმანეთს უსმენენ. კითხეს, რომ თქვენ საიდან იცითო და როგორ გეკადრება ჩვენ მოვისმინეთო კაცო, ახლა მოვისმინეთ. ჩვენი ყურით მოვისმინეთ. მაგრამ გილოცავთ. ვისაც გინდოდათ, მათთვის ვამბობ. აღსდგა სამართლიანობა საქართველოში. აღსდგა. დაიშჯება ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მედიას ატერორებდა, ბიზნესს ატერორებდა, სასამართლოს ატერორებდა, საზარლად ისჯება. 5 ნომერს ართმევენ საარჩევნო 5 ნომერს. გონი. ისე პრინციპში ჩვენი მოსახლეობის არ მესმის. ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მოგწოთ. მზადახართ აჯანყება მოაწყოთ ამის გამო, მაგრამ კონჩიტას ხო აძლევთ ათქულას. მოდი რა, ჩამოვყალიბდეთ ხალხო, რა გვინდა რა. უკრაინა ძალიან ცუდ დღეშია, მეგობრებო, ძალიან ცუდ დღეში. გარედან პუტინი უტევს, შიგნიდან სააკაშვილი. რომელია უფრო ცუდი, კაცმა არის. გადავალ არჩევნებზე. ალეკო ელისაშვილი, ჩვენი ძმა და მეგობარი, იყრის კენჭს, ვეძისში, წარმატებას უსურვებ მას. აქ არის ერთი პრობლემა უბრალოდ. კავკასიაში ხომ მუშაობს ეგ და როცა მაგას მიყავს გადაცემა, აქ უღებს ოპერატორის პონჩი და როცა აქუს მიყავს, მაგი უღებს. ხო და თუ გაიმარჯვა და პოლიტიკაში თუ წავიდა, მოუწევს აქუს ოპერატორის შემცვლელის პოვნა. და თუ ვერ იპოვა, მერე ნახეთ თქვენ მაგის გადაცემები აქუსი, რო დაიწყებს. ეს ელისაშვილის კანტორა რას აკეთებს? ადრე ჩვენთან რომ მუშაობდა, კაი ბიჭი იყო, ვოლგით დადიოდა, ეხლა ტოიოტა კამრი დადის. იცი, ტოიოტა კამრი რა კარგი მანქანაა. წინა კვირას მოხდა პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა, ნათელაშვილი გადადგა. მხოლოდ 8 საათით. 12-ზე გადადგა, 8-ზე აირჩიეს. მთელი 8 საათი უზარმაზარი პარტია 40 ლეიბორისტის ოდენობით დაძრწოდა უპატრონოდ ქალაქში.
კიდევ კარგი ბირთვული ომი არ მოხდა. ქართული ოცნება უშვებს შეცდომებს. პატა ზაქარიაშვილი ხო იცით? იცით რა თქვა? ჩვენო იმდენად სწრაფად ვათავისუფლეთ ბრძევლებსო, რომ საქართველოს მოქალაქეებს აღარ ეშინიათ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლაო. ბიჭო, პატა, ამდენი წელია გისნობ. გისმენ, ვერაფერს ვერ ვიგებ შენი ლაპარაკებიდან და რაღა ეს თქვი გარკვევით, ყველამ რო გაიგო. ნაციონალებმა ძალიან მძლავრი სვლა გააკეთეს წინასაარჩევნო. გადაწყვიტეს, რომ ისეთი პლაკატები გაეკეთებინათ, რომლებიც ხალხს კარგად ნაცნობი ფილმების ასოციაციას აღუძრავდა. აიღეს კადრები ამ ფილმებიდან და გადააკეთეს. აი მაგალითად, ეხლა შეგიძლიათ ნახოთ. ტიტანიკის ცნობილი კადრი, ხედავთ, დიკაპრიოს და უინსლეტის მონაწილეობით, ასე გადაკეთდება. არის ესეთი ფილმი, რუსულად ვიტყვი, ტუპო იშო ტუპე, ჯიმ კერი მონაწილეობს, ასე შეიცვლება. ნუ, ცნობილი წყვილი, მისტერ და მისის სმიტები, ასე. ნუ, ქართულმა ოცნებამაც იფიქრა, რომ აქ რაღაც სერიოზულ რაღაცასთან აქვს საქმეო და არ ჩამორჩა, აიღო ტერმინატორიდან აი ეს კადრი, ცნობილი კადრი და ასე გადააკეთა. მაშასე შალვა რამიშვილის შოუ ძალას იკრებს, ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს დავის ფორჩხიძე და მისი ბენდი ლასკავი მაი. დათო, აი ასეთი კარგი ცნობილი ადამიანი ხარ მთელი საქართველო გიცნობს და ჩემ შოუში მუსიკანტის პონჩი რატო ხარ? ხო და მეც მომბეზდა დათოს მუსიკანტობა და ხალხურ ფოლკლორს მიუმართე. ჩვენთან არის ჯგუფი, ფოლკლორული ჯგუფი, კახელები ახმეტიდან, რომელიც შეასრულებს პოლიტიკურ სიმღერებს. ხო? სიმღერა ეძღვნება საქართველოს მინისტრთა კაბინეტს, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია. მაზია ირაკალი ალასანია არამ სუქანი ხადური თებჩაგრეხილი თეადა მაზია კალაძე არა ვიყავს უმადური რანო რაშიაჯი კაიძე დარამ სუქანი ხადური რა თქვიანია სერგენკო როგორი ადეკვატური უთამე დაიკოლო მაიც ჩვენია ხადური იმედია ბატონი ნოდარი კიდევ დაიკლებს წონას და ბოლოს ხალხური სიმღერა ეძღვნება ევროვიზიას. ავსტრიამ ჩამაიყვანა ქალილა მაზითვიანი ყველამ 12 არ გუნა ხოლო ჩვენ კი 10-იანი არ მაიშალა კონჩი და ჩავითოლების პრიანი ევროკავშირში ატყდება დაფურეთკების ტრიანი ბევრჯერ გვინახავს კაცი და ქალის სხვადასხვა ფერების ის კი არ გამიგონია კაც კონდეს შავი წერები ასეთი იყო ჯგუფი კახელები ახმეტიდან. ძვირფასო ტელემაყურებლებო, იცით, ალბათ ყველამ იცის, ყველაზე ცნობილი სოფელი საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოფელი ქვემო ღორის ნეხვი, იქ კეციხლის
იქ კენჭი ყრის გამგებლის პოსტზე ბატონი დემურ თვაური, იცით სოფელში ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცით მაინც გავდე ქალაქელს ეს პრესტის ხმატებს. ბატონი დემურიც ჩამოვიდა თბილისში, მას სურდა რომ აქ გადაეღო რაღაც კლიპი რომელშიც ოდნავ თბილისური ქალაქური იმიჯი ექნებოდა, ამაში მას დაეხმარა ცნობილი იმიჯმეიკერი ზაალ ბერგერი, ისინი შეხვდნენ იწოწიალეს ქალაქში, რაღაც სცენები დადგეს და ვნახოთ თუ რა გამოვიდა. ვიჯო სად არის ამდენი ხანი დამაპუდა აქ სიცხეში და ვიხუით. იმას შეხედე რას გავს. რაც გაიგრე როგორ დადიან რა ქრა გამაგიჟებს ეს ხან. გამარჯობა თემური. დემური. თემური. როგორ ბრძანდებით? ზალიკო. კი, მე ვარ მე. რავი არა. აბა ისა რა ვქნათ ახლა რა გეგმა გვაქვს? ესე იგი გეგმა გაქვს, ჩვენ უნდა წავიდეთ სალონში, უნდა წავიდეთ მაღაზიაში, გამოგფრანჭოთ, ჩაგაცვათ, ფორმაში მოგიყვანოთ, ეს ყველაფერი გადავიღოთ. მაგდენი უნდა ვიაროთ ვიჯო რა ამბავია. მოგიწევთ აბა ახლა რეკლამა როგორ გონიათ? მესარება რამე უფრო ადვილია შეიძლება. კი, მაგრამ ესე როგორ გავიგოთ ახლა? მაშინ თქვენ თანასოფლელი ჯემალიც მელოდება. ჯემალი ველოდება? კაი, თანახმა ვარ. აბა თუ თანახმა ხართ, ფასი ხომ იცით 300? 300 ლარი რა ამბავია ეს. რა ის ლარი, ევრო. ევრო კი ბატონო, ევრო. აი შეგვიძლია იქით წავიდეთ. მომისმინე. ეხლა ესე იგი იტყვი. მიირთვით ისე როგორც ქალაქში და უკვეთავ რავიოლი ორაგულით და გასპაჩო. ექშენ. ექშენა თუ გაია. წავიდა. მიირთვით ისე როგორც ქალაქში. ერთი ორაგული და ერთი ხარჩო თუ შეიძლება. რა ხარჩო თემურის ხარჩო ρε ციტაკი, რა ხარჩო ხო გითხარი? რავიოლი ორაგულით და გასპაჩო. რა გაცინეთ თემურ რა? რა არის ასაცილო? რაღაც გავიცინო. გასპაჩო არა, გასპარდი. ესე იგი, ეხლა იტყვი კამერაში. მოიქეცით ისე როგორც ქალაქელი ჯენტლმენი და მიუტრიალდები გოგონას და შესთავაზებ. მარტინის ხომ არ ინებებდით, ბეიბი? აბა, ექშენ, წავიდა. მოიქეცით ისე როგორც ქალაქელი ჯენტლმენი. მარტინის ხომ არ მიირთმევდით, ბებო? და სიტყვა შეგეშალა, რა უბედურებაა? ხო, ვიჯო, მარტინი არ უნდა მეთქვა მართალი. მიდი მამა უთხარი ახლა. აი რა უნდა უთხრა მოიწ. მიდი მამა, საჭიროა. მამა რომელ წლიანი ხარ? მამა რომ ეჯახე. თემური უთხარი ახლა საჭიროა ინტერვიუ ჭირდება. ვიჯო მომისმინე ერთი წუთი ახლა. ამასთან შედარებით გამოჩნდები დაბალი და დამცინებს ხალხი რა. დინ დაგცინებს საჭიროა შემწინებები, ვერაფერი ამისთვის მეშევი და ესე იგი ახლა იტყვი, გაერთეთ ისე როგორც ქალაქში და თბილისის ხეთს გადახედა. ვერ გადავხედავ არ შემიძლია. რატო აი იტყვი ესე ლამაზად, გაერთეთ ისე როგორც ქალაქში და გადახედე ქალაქს. ვერ ვიტყვი, ვერ ამეშინია ჩამოვწით აგერა რა, არც რეკლამები და არც გამგებლობა არ მინდა, როგორც აგერა ჩამოვწით. მიგეშინია მამა გადახედე ქალაქს. ჩამოვიყვანე. აღარ მინდა. არაფერი აღარ. ხო და ახლა უნდა ჩავაცვა. არა რა ის ნაცავი 3000 ევროს მიხდის და დავდე მთელი დღე ესე გაცნებთ. გამოვიდე. მოიცა ჯესად უნდა გამოხვიდე. აი შემჭამა. ექშენ. წავიდა. ჩაიცვით ისე, როგორც ქალაქში. რელი ბიჭო, რა ჩამაცვი ესა? დასწია რა ჩაგაცვი, საუკეთესო გაცვია. რელი საუკეთესოი ბიჭო, შენა მოიხედი აქეთ ახლა. თავშკუაი გა, ჯერა ხალხი რო დაინახავს ამ დახეულს და ვინ დამიჯერებს და მე მეორე ბიჭო, პიჟოსა ხმასა ვინ მისცემს, მომისმინე, ახლა ესე იგი რას ვაკეთებ? გამოყოფ თავს მაკედან და იტყვი კამერაში, მოუარეთ თავს ისე როგორც ქალაქში. დაიწყო. ექშენ. ექშენ თქო. რა? დაიწყო. ო, რა. ჩემო თანასოფლელო, მოუარეთ თავს ისე როგორც ქალაქში. რა არის ბიჭო ეს მიო? რას გავარ ბიჭო, რა არის ეს სულელი ხო არა? ნა. თემურ მომისმინია. შენ ესეთი თემური გერა, დემური ბიჭო და მე მეორე, ბაუ. ასე ვინ მოწეს ხვალსა შენ სულელი ხო არა ხარ ბიჭო? მომისმინე ერთი წუთი, ფული ხო გადაგიხადე ძმო? გადაიხადე ევრო. ხო და ეხლა როგორც მე ვიტყვი ისე გადავიღოთ ყველაფერი რა. ორჩამ, შეხ, აღარ შემიძლია. ხალხო ამერჩიეთ და იცხოვრეთ სოფელში ისე რომ ქალაქელებს შეხვდეთ. ხალხო
შემოხაზეთ თემურა, გადაჭრაბლეთ ჯემალაი. გამარჯვების შემთხვევაში ყველას გაჭრევთ გასპაჩოს. დამანადგურებელი ანგარიშით მოიგებს მე მგონი ბატონი დემო. ჩვენს გადაცემაში არის ყველაზე მაღალი არსება ქალბატონი, რომელსაც ძალიან მოკლედ და ძალიან კონკრეტულად ვაცხადებ ხოლმე. მარგო ლუჩკო. ცოტა. კაბა. კარგი, მარგო, მე ვიცი რომ შენ წინასაარჩევნოდ დადიოდი სადღაც და სად იყავი? ეს კვირა ესეთი პოზიტიური და საყვარელი იყო, ნუ სად შემიძლია, არ შემიძლია მეტი. ამიტომ თუ არ შეგიძლია მოკლედ მოყევი. ესე იგი ვიყავით საყვარელი კუკავო სათვალეები გაიხადა. სათვალეები გაიხადა. მეორე ვიყავი, ნუ უსაყვარლესი ჩემი ზუგდიდელი მეგობარი. ვინ? ვარ დაგავიცნა. დავით ნარმანია. კი ბატონო. რომელმაც რამე ჩაიცვა იმან თუ გაიხადა? არა, იცი რა მითხრა? ჯერ მითხარი, ამდენი შეპირებების მერე უნდა ვთქვა. ესე იგი, გახა კუკავა, შემპირდა აიფონი. ნუ როგორც ყოველთვის ყველა მეპირება. სად არის მერე გაიფონი, მე მგონი? მაიცადე დაველოდოთ ეს. ხო. ხო იცი ყველა ელაპარ. მაგრამ ნუ ნარმანია მითხრა რომ ესე იგი, როგორც ორ აიფონის საჩე, რაში მჭირდება რომ ნარმანია გახდება ეს მერი? მე სხვა რაღაც შეპირდა. ესე იგი, როცა გახდება მერი, მე დავეწყებ მისი მოადგილი მუშაობა, მერე იქნება მანგანები, რესორნები, მაგარი პონტები. ოცნებების ასრულებაში მიეხმარება. კარგი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოდით ბევრი არ გავაგრძელოთ და ნახოთ პირდაპირ თუ რა რეპორტაჟი გააკეთა მარგო ლუჩკომ. მარგო ლუჩკოს რეპორტაჟი. ვაიმე, სათვალების გარეშე ხართ. ძალიან სიმპათიური იყავი და рато гахадет. Რამდენიმე კითხვა მაქვს. Господин Кукава. Какова ваша позиция about чего там у меня было? Господин Кукава, какова ваша позиция about integration in Europe? შალვა დიდი უხელი არის პირველ რიგში ეს კითხვები რო დაწერა და ვის აძლევ ხმას, აი ობიექტურად ხო ყველა კანდიდატი შეხვდა რომელი კანდიდატი ჯობია თქვი? ორი წელი შემხვდა ჯერ. ვინდა? თქვენ და ესა მე არაო, მე ლამატყო არაო. ჩაო. ეხლა ვარ ზუსტად ტაცმიდის პარკში. რატომ? იმიტომ რომ დღეს არის ქართული ოცნების ერთად ვიზრუნოთ თბილისზე. პრეზენტაცია სის რა? მოდი, აუ, ერთი წამი. ძვირფასო მეგობრებო, მოწეულო სტუმრებო. შეიძლება თქვენთან კაი, ორ სიტყვას ვიტყვი და დაგეცემ. ძალიან ესეთი კითხვა მაქვს. მე თქვენ რო გახდებით მერი. ძალიან მინდა მერიაში მუშაობა. გვარი რო გადავკეთო ლუჩკოია, მიმიღებ? რა თქმა უნდა, გვარს არა აქვს უშუალოდ ჩვენთვის. თავარია პროფესიონალიზმი, არ არის აუცილებელი გვარი იაზე ან უაზე მთავრდებოდეს. ხოხობი უფრო მოგწონს თუ პინგვინი? ხოხობი. მადლობა დიდი. თქვენ მაჟორიტარი დეპუტატი იქნებით ჩვენი მომავალი თუ? ვაკის რაიონში მაჟორიტარი. ვაკეში? Oh my god, ცოტა ზევით უნდა. ახლა მითხარით სიმართლე. სვეტსკური რაიონია ძალიან და სვეტით უნდა მოიგოთ და როგორ უნდა მოიგოთ? სვეტსკური რო არის, ხო ხედავ, საღეჯერისას ვიღეჯე. და არა გაკევა, მეც მინდა. კი, მაგ.
კონდეს თლი. მთლიანი. აი, უკვე არის ეს. უკვე ეს კარგია. ხომ არ გვაძლევენ აქ უფასოდ. ბატონო? ხომ არ გვაძლევენ აქ უფასოდ. რამე არიგებენ? არის ეგეთი რამე? არის. ხოხობი თუ პინგვინი? ალბათ ხოხობი. ქართული ოცნება მაჩუკაკევა, მაიცადე. კარგად გამოიყურებით. მადლობა. ბატონო ჯავა. სადაური მაჟორიტარი დეპუტატი ხართ? მთაწმინდელი, მთაწმინდის. მერე? მერე არაფერი, გისმენთ. ხოხობი თუ პინგვინი? მე მგონი თბილისში ხოხობი და პინგვინი ალბათ ვისაც როგორც გამოვნება აქვს იმის მიხედვით. ხოხობი თუ პინგვინი? ხოხობი. ვაგრძელებთ ჩემ რეპორტაჟს და ეხლა უნდა გამარჯობათ. როგორ ფიქრობ, რამდენი შანსები გაქვთ არჩევნებში? მიდი, მამა, უთხარი. Can I take one question? What is this? What is this? You don't know. No. ქართული ოცნება. No. ხომი. ხომი? ელარჯი. არმანი? ჯგერმუჭორი? No? ჯგერ? უთხარი, ჯგერმუჭორი. No? No. So sweet. არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ მე მართლა ვიზრუნობ საქართველოსზე და ჩემ ლამაზ თბილისზე. გოგა ხაინდრავა და სასაცილო რეკლამები. რეკლამის შემდეგ. გადავდივართ ჩვენი გადაცემის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე. ჩვენთან დღეს სტუმრად მოვიდა გოგა ხაინდრავა. რაღაცით მოხვედი და რაღაცით მოვედი, აბა. გოგა ხაინდრავა თბილისიდან წავიდა სოფელში. კი არ უნდა დამეპატიჟა, იმიტომ რომ მოდაში აღარ ახარ შენ გოგა. ეხა წვერებიანი კაცები მოდაში აღარ არიან, იმიტომ რომ წვერებიანი ქალები არიან მოდაში, მაგრამ ძველ მეგობრობას რა უთხარი. და თან სოფელში წახვედი და ამიტომ მოგიწვიე. რა ხდება სოფელში, რა არის ახალი? აი ეხა მოდაში თუ არა ვარ, ამას ვნახავთ რა და კიდე დამპატიჟებ თუ არა, იმიტომ რომ იმისთვის რომ ეს ასე ვთქვათ არ დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ სიტყვიერ, მე აი ნახე რა ჩამოგიწვა. ეს რა არის? ეს არის თაფლი. ვა, თაფლი? ნამდვილი ნატურალური შენი თაფლი. ეს არის ყველი. ყველი? კარაკი გააქვს? პური და აღარ გვინა გადაღება რა. ეს არის, პური არა, ხორბალი ნუ დავპურდებით. ხო, დავპურდებით. ეს შვრია ჩამოვიტანა, იმიტომ რომ პირუტყვებსაც დაუყალბა მოუწიოთ ყოფნა აქა. ნუ პოლიტიკურს მაინც რა. კი ბატონო. მაგრამ ასე ცოტა არ ეყოფათ, მაგრამ არა უშავს ეხლა. ნუ ეხლა გასართობად გეყოფა და მე თუ კი ბატონო, მეც მაქვს. მოგაწვდი კიდე არის პრობლემა. ესეც აქ იყოს რა. კარგი იყოს. მეც მაქვს შენთვის ასე ვთქვათ საჩუქარი, 2 წალი. ეს არის სლავა კპსს ასეთი წიგნი. სოფელში ხარ და ტუალეტში გამოგადგება. აჰა. და ეს გამოგადგება კალოშები. კალოშები? ეს მაგა, ეს 44-ია და რა ვიცი. შენ სოფელს აკეთებ და სახელები მინდა შემოგთავაზო ახალი სოფლის. მაგალითად, აი შენ კავშირი გაქვს რადიოსთან ერთ-ერთთან, ამაზე ვისაუბრებთ, რომ დაარქვა უცნობეთი. ან ხაინდრაული. ან აი ძალიან საინტერესო წინადადება სოფელი გოგაწვერეთი. გავიგეთ, რომ შენ ხარ სოფელში, მაგრამ რადიო უცნობშიც ერთ-ერთი მენეჯერის, წამყვანი მენეჯერის თანამდებობაზე ხარ. აი რა მაინტერესებს? იმ სოფლიდან რადიოს როგორ მართავ, აი მაინტერესებს. ბიჭო. ხო, აი როგორ? ქვეყანას მართავენ სოფლიდან და მე რადიო მართო რა პრობლემაა? ეხლა შენ ცნობილი კურდოლოგი ხარ, იმიტომ რომ საფრანგეთში მაგაში ორდენი მოგწეს საფრანგეთში რო იქ დავალაგე თემები და აი მაინტერესებს ეს დაპირისპირება როა ბიძინასა და გიორგი მარგველაშვილს შორის ქურდულად რომელია სწორი ფრანგულად გიპასუხო თუ ქართულად ქართულად გასაგებენაზე რა
იცი რას გეტყვი, ჩემი გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ ამ სფეროში, მე ვერ გეტყვი ვინ არის სწორი, მე გეტყვი ვინ არის მტყუანი. ვინ? მიშას. კაი. ნუ კაი, აგენტი რო ხარ ეს ყველა მიცის, სოფელში რა უნდა ამ აგენტზე არ ვიცით. მე მაშინ ციხეში ვიყავი შე რო აგენტად შეგრაცხეს. მაგრამ ციხეშიც კი შემოაღწია ამ ამბებმა და ზოგადად ეს იმდენად კომიკური იყო უკვე რომ შანსი არ არის რაიმე ისტორია არ ყოფილიყო ამაზე. აი მოყევი აი შენი აგენტობად ჩამოყალიბების გზა აგენტობად. ხო, შენი აგენტობად ეს დაიწყო პირველივე თვიდანვე როგორც კი სახელმწიფო მინისტრად დამნიშნეს. აი ეგრევე მიეყიდა. იმ წუთში პირველივე თვიდან დაიწყო ეს პროცესი, რომელი დაწესებულება და ვინ ასე ვთქვათ აყალიბებდა ამ ჩემ გზას სამომავლოდ ვფიქრობ ნათელია ზუსტად იმ დაწესებულებაშია სადაც შენ იყავი ახლა ის პიროვნება და მისი ჯგუფის წევრები ზოგი გაქცეული და ზოგი გამოქცეული და არასოდეს არ დამავიწყდება რომ ერთ-ერთ მშვენიერ დღეს დამებარეს უკვე როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი აგენტი ვარ დამებარეს მოდულში სოჩი თუ კუჩი მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაშინ ყველაფერი ერთად მე მგონი კონდა დაზვერვაში ხო დაზვერვაში და ჯანდაბაში მოკლედ ხო გამოაცხადეს ეხლა ის დიდი მოამაგერო არის თავისუფალი მედიის ხო ძალიან ცნობილი თავისუფალი მედიის მოამაგერო არის ეს რუსთავიორის გენერალური დირექტორი რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება თავისუფალ სიტყვას შესწირა ის იყო ერთ-ერთი ავტორი იმ სცენარის და მე მთავარი გმირიც ეს იყო, მთავარი როლის შემსრულებელიც იყო, ამბრალებელიც იყო და ყველაფერი იყო, ფილმიც გადაიღეს ნოემბრიდან ნოემბრამდე გახსოვს და ზუსტად ის პროცესია, რომ სცენარის ჩამოყალიბების მომენტია და დამიბარეს მოდულში. ნუ ბუნებრივია, ხა მარტო წასვლა ვიფიქრე არ იქნებოდა მაინც და მაინც კარგი და მაინც ხო იცი დუბლიორი გჭირდება ხოლმე როგორც წესი რა განსაკუთრებით ეგეთ ვითარებაში და ჩემ მეგობარ ეკა ბესელიას თხოვე რომ კასკადიორია ცნობილი ხო გამომყოლოდა მე რომ იქ რამე რო ყოფილიყო რომ ეგრევე კარატე ჩაეტარებოდა მივედით გამომძიებელთან და გამომძიებელმა მითხრა რომ აი მე შემჩნეული ვარ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებთან ურთიერთობაში თუმცა ამ ურთიერთობაში შემჩნეული ამ დროისთვის უკვე კარგა ხანს ვიყავ იმიტომ რომ კვირაში ორჯერ ოფიციალურად ჩემთან მოდიოდნენ სამინისტროში და ჟურნალში იყვნენ გატარებულები იმიტომ რომ როგორც წესი რუსეთის საელჩოს სხვადასხვა დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები მინისტრი რო იყავი ხო მინისტრი ვარ ამ დროს ხო როცა მკითხავენ მინისტრი აღარ როცა მკითხავენ არა მაშინ უკვე ჯაშუშიც ვარ და გადამტრიალებელიც და გადმომტრიალებელიც ხო და მითხრეს რომ ASO შემჩნეული ხარო და მეთქი როგორა ვარ შემჩნეული ASO ჩვენო ჩანაწერი გვაქო ჩვენო უთვალთვალებდით რუს ჯაშუშებსო და აღმოჩნდითო თქვენ ამ ველშიო შენ არ გითვალთვალე ხო ნუ მე ვთხარი მაშინ მაჩვენეთ მეთქი აბა ეს ჯაშუშური საქმიანობა ჩემი და ლეპტოპი გახსნა გამომძიებელმა და ჩარტო ფირი და დავიწყებული აქვს ვისთან აქვს საქმე, იმიტომ რომ ის ეთყობა ის მან ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მე დავებადე სახელმწიფო მინისტრად რა და სხვა პროფესია საქმიანობა არასდროს არ მქონია და მეუბნებიან რომ აი მაგათო უთვალთვალებით და თქვენ მოხდითო ამ ბადეშიო და კადრს უყურებ, მეც უყურებ, ეკაც უყურებს, პროკურორი უყურებს, გამომძიებელი უყურებს და სიცილს ვიწყებ რა და ეხლა მიყურებენ რა აცინებსო და კამერა მომყვება მე. კამერა მომყვება მე, ესე იგი ჯერ ქუჩაში, მერე ჩავდივარ რესტორანში, მერე კიდეებზე, მერე მოვდივარ ჯდები მაგიდასთან, სადაც ჯაშუშების ხედან და კამერა ჯდება გვერდზე მაგიდასთან. ეს გახდათ კინორეჟისორი და აც უკვე სოფლის აც არა 26-ში პრემიერა იქნება 25-ში 26-ში ჩემი ახალი ფილმის მერაბ კოსტავა არა ფილმს ქვია კართაგენი უნდა დაინგრეს მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა 2 საათიანი სურათი გავაკეთე მერაბზე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთან სტუმრად იყო გოგა ხაინდრავა ძვირფასო ტელემაყურებლებო დავაცილოთ მეგობრებო, რა არის ჩვენი გადაცემა, რომ არა რეკლამა. რეკლამა это двигатель торговли. რუსები როგორც იტყვიან ხოლმე, ჩვენც გვაქვს შალვა რამიშვილის შოუს ეული რეკლამები. ნახოთ ეს. ბატონო ბიძინა. დიახ, გისმენთ. თქვენ რომ მიდიოდით სამოქალაქო სექტორში, დაგვირდით რომ დაბალანსებულ სისტემას დაგვიტოვებთ. ასია.
ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდული. არა მოიცა? ძალიან შეზღუდული. ეკი, მარა. ხომ არ შერიგდება? არა ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. შერიგდით და ისიამოვნეთ. კინოსტუდია 51 საუკუნე წარმოგიდგენთ. მაშინ, როდესაც შენი პოლიტიკური ძალის რეიტინგი რადარებიდან ქრება. მაშინ, როდესაც შენი პოლიტიკური გემი იცირება. დავირთხები გაქცევას ლამობენ. მაშინ, როდესაც ხალხის რისხვა თავს ჭექა კუხილივით გეცემა. მაშინ ნუ გაგეკვირდება თუ შენს ფეხთით მიწა იწვრის. და მოვა ის. მას ვეღარაფერი შეაჩერებს. ვერც მოსყიდული პოლიცია, ვერც ხალხი სოციოლოგიური კვლევები, ვერც არმია და მათხვარა ტელევიზია. რადგან ის არის იცილა. აღარ მინდა რუსთავი არცი. ყველგანმყოფელი დუტა სხიფლაძე რეკლამის შემდეგ. ვირბაზო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარია დუტა სხიფლაძე. რატო არ დავჯექით? იმიტომ რომ ყველა გადაცემა შენ მიყავს და ამ ადგილს ხო არ დაიკავებდი? არა, კაი, მაშინ შვენიერი გადაცემაა, ამიტომ აქ დავიძები ჯობია. ოკეი, დუტა სხიფლაძე არის ეს. სტუმრობა მიხარია. სხვათა შორის ძალიან ჭკვიანი კაცი ხარ. არჩევნებამდე მუშაობდი რუსთავი 2-ში, ახლა GDS. არა, რატო ეხა იმედზე ვმუშაობ? ხო, მეც მაგი ვთქვი, GDS-ზე. კაი, შენ მიყავს ძალიან ბევრი პროექტი, უამრავი. პრაქტიკულად 3. ჯობია რომ დავასახელოთ ის პროექტები, რომელიც არ მიყავს. კარგი, შალავას რამიშვილის შოუ. არ მიყავს, მაგრამ ხარ შოუში. სტუმრად მოვედი. ესეც ანაზღაურებული გაქვს და ასე. და ამიტომ ერთ-ერთ შოუზე მინდა მეტი შოუ რაღა არო. კი ბატონო, ერთ-ერთ შოუზე მინდა კითხო, ეს ქვია 2 ვარსკვლავი. ხო და რა მაინტერესებს, აი ვარსკვლავები, 2 ვარსკვლავი. პრინციპში შენ და ლელა რა. მეტი რა. 2 ვარსკვლავი. 2 ვარსკვლავი. თან მე და ლელა ჯგუფელები ვართ, კაიგე პირველ კურსზე ერთად სწავლობდით მუსკომედიაზე და რაღაცა შენ ჩარჩი ხო ძალიან ბევრჯერ ლელას გაუსწოროთ ახლა. ხო, აბარა. ხო და მე ლელა და ეჯერ კაკულია ვართ, ერთი პლიადა. ოდი ხარ. შენადა მესმის რომ როცა გადაცემა და წამყვანი არ მოგწონს, არის ეს გამოთქმა ძვირფასო ტელემოყოლე რომ გადართე რა პულტი აიღე და გადართე და შენ შემთხვევაში კაცმა რა უნდა გააკეთოს? გადართე. უტა, სად უნდა გადართო? როგორი ჩემი ეთერების დღეებს გეტყვი და შეგიძლია პარასკევობით უყუროთ გადაცემებს, შაბათს უყუროთ ხოლმე, მაგრამ შაბათს აი შალვას უყუროთ და მე აღარ უყურო. ან უყურო ამ მომენტზე გადართო. გადართო, ხო. რუსთავი 2-დან წამოხვედი. ხო, უკვე кайხანია. და кайხანია, მაგრამ აი ეს კამერები შენ დახანებული ხო არ არის? ხო, ავს. ჩავთო მაინც მაინტერესებდა აზრი. რა სიტყვია მე რო წამოვალ, მე რა სიტყვიან თქო და. ბიჭო, ფათაშორის ისეთები ილაპარაკეს. უჭყაცდა. ბიჭო, ესეთი რაღაც არსებობს. რაღაც ხო არსებობს, არა ვიცი ხოლმე, რაღაც არსებობს. არა, რაღაცა არსებობს. რაღაცა არსებობს, ხო და არსებობს ესეთი რაღაცა, რაც არის ქართული თეატრალური სკოლა. მერტმა ამ თეატრალურ სკოლას გაუმარჯოს, სადაც არის, მაგრამ ტელევიზიაში არ მუშაობს ეს სკოლა, იმიტომ რომ ტელეწამყვანი მსახიობი არ უნდა იყოს. შენ ხარ ჩემი აზრით
უნიკალური თითქმის ერთადერთი გამონაკლისი, რომელმაც ამ სფეროშიც მაგრად გაქაჩა. არა, მე მქონდა ორთვიანი სერიოზული ტრეინინგები და აქედან გამომდინარე ეს თელავიდან არ ჩამომყოლია პირდაპირ გეტყვი. იცი რა გავაკეთოთ? მოდი ვიხუბროთ იმაზე, როგორ შეიძლება მსახიობმა არადატრენინგებულმა წაიყვანოს შოვა. მე მაგალითად წარმოვიდგენია, რომ ძვირფასოტელე მაყურებლებო. მე კიდევ კაი ვარიანტებს ვაგებ. სალმები. მე გეტყვით, სხვადასხვა თეატრები არსებობს და სხვადასხვა თეატრების ვარიაციები შეიძლება გავაკეთო. რადგან რუსთაველის თეატრი დიდი სცენაა და მაყურებელი შორს არის, ამიტომ იქ თამაშის ხერხის სხვადასხვა ფორმები არსებობს, იმიტომ რომ იქ რო გააკეთ, აი სარდაფში მაგალითად იყო მარტივად, აი ესე ვაჩვენოთ თუ შეიძლება. სარდაფში შეიძლება იყოს ეს და ეს ჩანს მაყურებლიდან რა, ანუ გახედვა. ცხვილად, ხო? ანუ ცხვილი ხედია სარდაფში, იმიტომ რომ მაყურებელი აგერ გიზის და ეთამაშები რა. აქ ვერ ითამაშებ, გაიგე? ანუ პატარა ჟესტი. მაგრამ რუსთაველის თეატრი კრანზე ვიმუშაოთ ახლა თუ შეიძლება. გახედვა არის? ეს თუ არ გააკეთე, მაყურებელი ვერ ხვდება სად იყურები, იმიტომ რომ ესე რომ დადგება, გააკეთო. იქ ბოლოში როზის გალორკაზე ვიღაცა რა დააშავა იმან, იგი ვერ ხვდება. ვერ ხვდება რა გინდა. რა გინდა ვაფშე? ამიტომაც ბგერაც იქ აი გურამ საღარაძე ადამიანები იქ უფრო მეტად ვღერიან. რატომ? აი ნელა თუ არ თქვი, ბოლომდე არ მიდის. ანუ ეს არის რუსთაველის თეატრი. არა. ჩვენი სპონსორია. ფირმა. აბა როგორ? ეგ ნაიგრიშია. აბა სვეჩი როგორ არის? სვეჩი არის? ხო. ბოლო რიქს უნდა გააგებინო. მთელი მუღამი არის, რომ აი ეხა ეს ხო არის? ეს ეხლა სარდაფი. საალღაც შორს რა. წარმოიდგინე რომ რამდენი მეტრი ერთი 50, ხო? ცოტა მეტი. ხო. და რა? წარმოიდგინე კიდე რამდენი იარუსია და იქ ზემოთაც ზის მაყურებელი იმან ხო და არ დააშავა რა. შენ რო იქიდან შემოდიხარ ბოლოდან კავკასიური იწყება. იღება კარები და შემოდი. ჰეი! აქ დიაფრაგმა მუშაობს, როგორც ვოკალისტების მუშაობს ხოლმე დიაფრაგმა. გამარჯობა! და იმას უყურებ, ხო? იქ ეძახი, იმიტომ რომ აქ პირველ რიგში ვიყო. საერთოდ თეატრში პირველ რიგში ჯდომა არ ვარგა დიდ თეატრებში. დაყრუდებ. მარჯანიშვილში ცოტა სხვანაირად არის. ნახე, მე ხო ყველა თეატრში ვიმუშავე. ხო, როგორც ყველა ტელევიზიაში. მე მეცად გეტყვით, ერთი მსახიობის თეატრში ვიყავი და მარტო. მარჯანიშვილი გითხარი? მარჯანიშვილში არის მეორე და მესამე კულისას შორის არის მკვდარი ზონა და ამიტომ მან დერიდებიან ხოლმე მსახიობები თამაშს და ან აქეთ გადმოდიან მესამე ზონიდან, საიდან შეიძლება კარგად წავიდეს ბგერა. არა, კულისა რამდენიმეა. მაგრამ მეორე და მესამე, ანუ ავანსცენის შემდეგი კულისა არის მკვდარი ზონა. მკვდარი ზონა რას ნიშნავს? მე ესე ვლაპარაკობთ მაყურებელს ესმის? აკუსტიკურად მკვდარი ზონა. მკვდარი ზონა. ამიტომ ან წინ გადიან. ო, ესე. ან კიდე როგორ ახარ? აი კიდბაზრობენ ხო? აქ ეს სხვა ვარიანტი არა გაქვს. აი გუტა, გამარჯობა რა. შალვა როგორ ახარ? არავის. როგორ მიხარია შენი ნახვა? მეც მიხარია შენი ნახვა. ამიტომ გამოდის რომ მაყურებელს ელაპარაკებიან და სხვა გზა არა აქვს სახიოს. აი რეჟისორმა უთხრა მანდ არის მის ბატონო რეჟისორო აქედა. არ მაინტერესებს, კარგი მაშინ. კიდე რა თეატრები? აბა კიდე არის მოზარდი მაყურებელთა თეატრი. იქ რაც გინდა გააკეთე. შეგო? ეს არის ბავში გავაკეთე. არის კიდე აი გელს თამაშობ, ხო? მოზარდში ამ გელი? კი. კარსონში ქურდებიც მაქვს რა თამაშები. ხო, ის ორი ქურდი რო იყო მაგალითად. ო, მაგრამ მე და გიაია თამაშობთ ხოლმე. იქ არის როგორ? იქ თამაშობ პირიქით რა. იქ არის კურდღლის როლი მოგცეს. ხო არის კურდღელი ხარ რა. ხო. ბაჭია ხარ, ხო? კურდღელი ხარ. მაგრამ ეგეთი ადამიანები ხო ვიცით? ხო, ვიცით. გავუშვით აი რუსთაველის თეატრში გადავიდეთ უცბად. და აქ რაღაცა როლი, ესეთი. ხო, ცბიერი. შიშარა? ხო, ცბიერი. ესეთი და კუთქანქარა თან ვაზელინა. ხო? პირდაპირ აკეთებ კურდღელს. მარტივ. აი, კიდან გადმოდიხარ. ხო, კურდღელს აკეთებ. ოღონდ ადამიანი კურდღელი ხარ და ან ხარ კურდღელი ადამიანი რა. მეტი არაფერი სხვაობა არ არის მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და დიდ თეატრს შორის. და ერთი მსახიობის თეატრი? ერთი მსახიობის თეატრი რთულია. გიზის ასე. აი, ესე გიყურებს, ხო? ხო და ელაპარაკები რომ როდესაც ბოდლერმა
თავისი და ესე იგი ყურებს თვალებში რა არ გაპატიებს არაფერს. და შენ უნდა გაუძლო ამას, იმიტომ რომ ის ზის აუცილებლად როგორ იცი? აბა მიდი. მიდი, აბა მიდი. მაჩვენე, მიდი, დამაჯერე. მიდი და თან იქ მოსული აშკარად თეატრალი ტიპი. ისე კი არა. ხო, თან ეს სპეციალურად მოსulis წინ წაიკითხა ის ნაწარმოები. ერთ სიტყვას არ გატვატიებს. არიან ტიპები რომელიც იქვე. კიდე რა თეატრი შეიძლება შეგახსენო კიდე. თოჯინების თეატრში არ მიმუშავია, იმიტომ რომ ეს ხელი მეღლება სისხლი აღარ მიდის, მიბუჯდება და ამიტომ ეგ დაბლა მარიონეტები ესე. მარიონეტები საინტერესოა. ერთხელ ვიყავი რეზო გაბრიაძესთან გახმოვანებაზე და მაშინ მივხვდი რატო არის ეს კაცი გენიოსი. მოგიყვები ერთ პატარა მონაკვეთს, იქ იყო ტექსტი, რომ ბაბუა კვდება და მე შენ მიყვარხარ, აიმე როგორ ჩემი შვილიშვილები რას იზავენ, რაღაცა, სად მივდივარ, რაღაც. მარიონეტი ბაზრობს, ხო? ხო, და ანუ ტექსტი ესეთი იყო და ძალიან დიდი აბზაცი იყო ეს სიკვდილის წინა რა, თავისივე დაწერილი. და არ გვინდაო. მოდი ეს ტექსტი არ გვინდაო, შვილიშვილები კაია, ის კაია, მოდი მოიცადეო რა ვქნათ, იციო? შალვა. კუშეტკა გამოწია იქანა სგუშონკა და ბავშვებს აჭამე. აი იმიტომ მიყვარს რა. გენიოსი აბა რა არის? კი, მაგარია. ყველაფერი იდო, ხო? ბავშვების სიყვარულის, ქალის ოჯახი რამე ზრუნვა და ისე წავიდა. თუ 100 წლის მერე რომ ყველანი მოვკვდებით რა და შენც 100 100 რაღა დამჭა მე, მაგდენი მე რა. 100 წლის მერე ყველანი გარდავისვლებით, შენ დიდხან სიცოცხლე სად გინდა რომ მოვკვდე სცენაზე თუ ტელესტუდიაში. რეიტინგისთვის ტელესტუდია ჯობია ეს. იცი რა არის, რაღაცნაირად მშვიდად მინდა რომ მოვკვდე. თქვენი დედაცვათი. შენთვის. ასეთი იყო ნიჭიერი მსახიობი, ნიჭიერი ტელეწამყვანი და კაიკაცი დუტა სხიტლაძე, გავაცილოთ. აი ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი შოუ, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გელოდებით ყოველ შაბათს საღამოს 10 საათზე იმედის არხზე. შოუში შალვა რამიშვილის შოუ. Don't